Upetnieresi var ხალხო იმიტირება. Ჩრავლოს ვერ ვიკავებ. ასიკული დავამთავრე მაგისტრატურა სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის მიმართულებით და ანუ აი ძალიან ჰეპი ვარ. ეს ჩემი მესამე მაგისტრატურა არის. კოლა ყოველწლიურად არის, როდესაც კომისიაში არსებული ისეთ ხატრები გაფასებენ, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოები არიან. გამოვყევით, ახლა გაჩვენებთ როგორ დაიწყო დღე. როგორი ჭკვიანი დედი კომყავს და ამის გამო, აი ესეთი ჭკვიანი რო არის ეს ქალი, ამის გამო უნდა ატარავთ დედა ჩემთან ხატვაზე ყავილა ბავშვი გაიგეთ? იმიტომ რომ ქალი არის განათლებული სამჯერა. ანუ მე რა შვილი მყავდეს. ეგრევე აი ამ ლამაზ ჭკვიან განათლებულ ქალთან მივიყვანდი. ამიტომაც ხო რა, ეს რეკლამა არ არის და ის არ არის რომ დედა ჩემია. უბრალოდ მე გირჩევთ როგორც მეგობარი. დღეს მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დიპლომის დაცვა მაქვს სამხატვრო აკადემიაში და გამოვყევით ერთად ნახოთ როგორ არის დიპლომის დაცვა სამხატვრო აკადემიაში. ჩემი სიყვარულისგან ენერგიები ავიღე, რაც ზუსტად ვიცი წარმატებას მომიტანდა. წავედი სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ სულ ტყუილად თუმანიშვილის თეატრში უნდა წასულიყავი. სხვა ლოკაციაზე ყოფილა დიპლომების დაცვა და მომივიდა მესიჯი, მაგრამ აკადემიაში შემოვედი, მე მივხვდი რომ სხვაგან უნდა წასულიყავი. მაგვიანდება ხალხო. მე მივასწრებ. არადა ძალიან პუნქტუალური ვარ ზოგადად, აი ძალიან. მაგისტრატურა დავიცავი ორჯერ, წელს მესამეჯერ ვიცავ და პირველად ვიცავ ამ ლოკაციაზე, თუმანიშვილის თეატრი არის და ძალიან მომეწონა ამ სივრცეში ნამუშევრების გამოფენა. ჩემი რეცენზენტი იყო ლიზი ფერიაშვილი და დიდი მადლობა მას საინტერესოდ დაწერილი კონცეფციისთვის. ჩემს ნამუშევრებს ერქვა პეგასი და პეგასი არის შემოქმედების სიმბოლო. ნამუშევრები შესრულებული არის ქოლოგრაფიის ტექნიკით და ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო ტექნიკა დაზგურ გრაფიკაში. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს დაზგურ გრაფიკაზე დავით არბულიშვილს ცოდნის გაზიარებისთვის და ასევე ყველა მხატვარს ვისთანაც ჰქონდა შეხება და ვინც თავისი ცოდნა და გამოცდილება გამიზიარა. წარმატებები მინდა უსურვოთ ჩემს ჯგუფელებს შემოქმედებით ცხოვრებაში.